ყველას მოგესალმებით. თქვენ ხართ YouTube-ზე ირაკლი გელაშვილი საქართველო. დღეს ჩვენ გავარჩევთ სოფლიოთაში თამაშებს, რომელიც უკვე დაიწყო. 4 დღის წინ, დღეს არის 15 ივლისი და თუ ცოტა დიდი ხნის წინ უყურებთ, უკვე ალბათ დამთავრდა, შეიძლება თქვენთვის, შეიძლება კიდე არის და ხო, მოდით, როგორც მოგესალმებით, საქართველოს ნაკრები ვერ გავიდა სოფლიოთაზე. ხო, სამწუხაროდ და რო გავიდეს გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და გავალთ შემდეგ სოფლიო თასზე აუცილებლად. კარგით, მოდით დაგიდასტუროთ თამაში. მოდით თქვათ რა თამაშები იყვნენ. პირველი თამაში მექსიკო, სამხრეთ აფრიკა, ალბათ ბევრმა თქვენთაგან მოუყურეს. ხო, და ბევრმა თქვენთაგან მოუყურეს და ის დამთავრდა 2-0, 3 წითელი ბარათი ყოფილა. ხო, და რაღაცნაირი პირველი თამაში გამოვიდა. უხარისხო იყო, მე უყურე, მაგარი უხარისხო იყო. მექსიკა უტევდა და სამხრეთ აფრიკა ვერაფერს ვერ. გავიდი შემდეგ თამაშზე, სამხრეთ კორეა, ჩეხია, სადაც სამხრეთ კორეამ გადმოუტრიალა ჩეხეთს თამაში. სამხრეთ კორეა სულ უგებს ევროპულ გუნდებს და მსოფლიო თასზე. წინა მსოფლიო თასზე მოუგეს პორტუგალიას, 2018-ში მოუგეს გერმანიას და ახლა მოუგეს ჩეხეთს. სულ ჩვილ ევროპელებს ჩვენს დაგვაწყდნენ და გვიგებენ. და ეს დამთავრდა მაგათ პირველი თამაში და მოდით ვნახოთ გრუპა A-ში რა ხდება. პირველ ადგილზეა მექსიკო, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, მესამე ადგილზეა ჩეხეთი, მეოთხე ადგილზეა სამხრეთ აფრიკა. როგორც მოგახსენებთ, პირველი ორი ადგილი ეგრევე გადის რაუნდ 32-ში. ხო, და რაუნდ 32-ში მესამე ადგილი, ანუ 12 გუნდიდან 8 ყველაზე კარგი მესამე ადგილოსანი გავლენ. ხო, და ეხლა გადავიდეთ გრუპა B-ში, სადაც კანადა და ბოსნია-ჰერცეგოვინა მითამაშეს. 1-1 ფრე, ბოსნია-ჰერცეგოვინა იგებდა დიდ ნაწილს თამაშის, მაგრამ ბოლოსკენ კანადამ გაიტანა გოლი. ხო, და ეს დამთავრდა ეს თამაში. ხოლო მეორე თამაშიც კატარი შვეიცარია დამთავრდა ფრედ, როგორც ხედავთ. ემბოლომ გაიტანა პენალი მე-17 წუთზე, ხოლო ბოლო წუთებზე მუჰამინ გაიტანა ავტოგოლი და კატარმა ითამაშა ფრე შვეიცარიას. სადაც ჩემი აზრით შვეიცარიას უნდა მოეგო. ხო, შვეიცარიას უნდა მოეგო წესით. შვეიცარიას. ხო, და ესეთია ჯგუფი B, პირველ ადგილზეა შვეიცარია, მეორე ადგილზეა კანადა, მესამე ადგილზეა კატარი, მეოთხე ადგილზეა ბოსნია და ჰერცეგოვინა. გადავიდეთ ჯგუფ C-ში, შოტლანდია, მოროკო, ბრაზილია და ჰაიტი. შოტლანდიამ მოუგო ჰაიტის 1-0. მე მეგონა უფრო გაანადგურებდნენ, მაგრამ ჰაიტიმ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ წააგეს სამწუხაროდ. და ხოლო პირველი ტურის თავარი თამაში მოროკო, ბრაზილია და 1-1 ითამაშეს. 1-1 ფრე ითამაშეს. 1-1 ფრე ითამაშეს, რომელიც ბრაზილიამ ძალიან ბევრი შანსი გააფუჭა. მე ჩემს უნდა მოეღოთ, მაგრამ ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა სასწაული გოლი და ამით გაათანებეს ანგარიში, გახდა 1-1 და დამთავრდა ეს თამაში. გრუპა C-ს პირველ ადგილზეა შოტლანდია 3 ქულით, მეორე ადგილზეა მოროკო 1 ქულით, მესამე ადგილზეა ბრაზილია 1 ქულით და ჰაიტი მეოთხე ადგილზე 0 ქულით. მოდით ახლა გადავიდეთ გრუპა D-ში, სადაც ეხა იქნება ჩვენთან გრუპა D-ში არის ამერიკა, ავსტრალია, თურქეთი და პარაგვაი. პირველ თამაში ამერიკამ პარაგვაის მოუგო ანგარიშით 4-1. მე მეგონა უფრო დაძაბული იქნებოდა, მაგრამ გაანადგურეს. ბალოგანმა პირველ თამაში მსოფლიო თასის გაიტანა დუბლი და ძალიან კარგად წამოიჩინა თავი. ამერიკელები ძალიან ზეიმობენ. ხოლო ფეხბურთს არა. სამწუხაროდ ჩვენმა მოჩხუბარმა ილია თოფურიამაც წააგო თავის ჩხუბა ჯასტინ გეიჯთან და რანაირად ვერ ხვდები, მაგრამ წააგო სამწუხაროდ. ეს თუ შეგახსენოთ. შემდეგ გადავიდეთ შემდეგ თამაშზე ავსტრალია, თურქეთი, სადაც ავსტრალიამ
თურქეთს მოუგო ანგარიშით 2-0 მე ძალიან გახარებული ვარ. ძალიან გახარებული ვარ, ავსტრალიამ თურქეთს 2-0 მოუგო. მინდოდა რომ წაგებულიყო თურქეთი. რატომღაც არ მიყვარს ეს ქვეყანა და ესე. პირველ ადგილზეა ამერიკა 3 ქულით, მეორე ადგილზეა ავსტრალია 3 ქულით, მესამე ადგილზეა თურქეთი 0 ქულით და მესამე ადგილზეა პარაგვაი 0 ქულით. გრუპა E გადავიდეთ გრუპა E-ში, სადაც გერმანიამ პროსტა გაანადგურა კუროსაო. 7-1. როგორც ბრაზილიასთან 2014 წელს. აი 1-1 რო იყო ანგარიში, მე უკვე მეგონა რომ კუროსაო შეიძლება ფრეზე გადარჩეს რა და კარგად იცავდნენ თავს და მეორე ტაიმში იმდენი გოლი გავგეშდი. ხო, და მეორე თამაში იყო აივორი კოსტმა ეკვადორთან. ამა დიალომ ბოლო წუთებზე გაიტანა და 1-0 მოიგეს. ასეთია გრუპა E, პირველ ადგილზეა გერმანია 3 ქულით, მეორე ადგილზეა აივორი კოსტი 3 ქულით, მესამე ადგილზეა ეკვადორი 0 ქულით და მეოთხე ადგილზე კუროსაო 0 ქულით. გადავიდეთ გრუპა F-ში და ამით მორჩებით ვიდეოს. გრუპა F-ში არიან გუნდები შვეიცარია, იაპონია, ნიდერლანდები და ტუნიზია. მოდი დავიწყოთ შვეიცარიის თამაშით. შვეიცარიამ გახია, გაანადგურა, როგორც გინდა თქვით. ტუნიზია გაანადგურეს 5-1. ძალიან კარგი სტარტია შვედებისთვის, მაგრამ ტუნიზიელებისთვის არის მე ველოდ უფრო კარგად ითამაშებ. 5-1. თან შვეიცარია არ არის სასწაული გუნდი. მე რომ მკითხო. მეწოდი ითამაშე საბოლოოდ და ბოლო თამაში, რომ ძალიან საინტერესო თამაში რომელიც იყო, ნიდერლანდები იაპონია. ძალიან საინტერესო თამაში იყო. ნიდერლანდელები როგორც მოგესალმებით ყველაზე მაღალი ხალხია და იაპონელები ერთ-ერთი ყველაზე დაბლები. ხო და თამაში ჩატარდა ძალიან კარგი, ხარისხიანი. პირველი ტაიმი რაღაც უხარისხო იყო, მე რომ მკითხოთ და მეორე ტაიმი ძალიან კაი ჩაატარეს. ჯერ გახსნა ანგარიში ვენდაიკმა, მერე ნაკამურამ გაათანაბრა, სამარვილმა ისევ წინ წაიყვანა თავის გუნდი და 99 წუთზე კამადამ გაიტანა გოლი, რომელიც ფრემისცა იაპონიას და აი ესე დამთავრდა პირველი ტურის ჯერჯერობით თამაშები. მოდით კიდე ერთ რაღაცას გაჩვენებთ. დღეს 15 ივნისს თამაშები იქნება. 15 ივნისს თამაშები იქნება. დღეს 15 ივნისს იქნება თამაშები ესპანეთი კაპე ვერდე 8 საათზე ჩვენი საქართველოს დროით. ხოლო კიდე გვიქნება 11 საათზე ბელგია ეგვიპტე. ეს თამაში იქნება კარგი. მე რომ მკითხოთ, ხო კიდე თამაშები გვიქნება. ხო გვიქნება ეს თამაშები და კიდე დღეს გვიქნება დილის 2 საათზე საუდის არაბეთი ურუგვაი, დილის 5 საათზე ირანი ახალი ზელანდია და ხვალ გვიქნება საფრანგეთი სენეგალი 11 საათზე საღამოს. ხო, უყურეთ თამაშებს, შეგიძლიათ კაპე ვერდე ესპანეთი ჩართოთ. დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ რა ანგარიში დამთავრდება კაპე ვერდე ესპანეთი. და ახლა ამით კი ყველას გემშვიდობებით. გამოიწერეთ არხით, ძალიან დამეხმარება ეს და ავა კარგად.